მუსტეკუნიანგა. ჰაუშ. ეს სამხრეთ ამერიკული შამანური რიტუალია. ეს არის ცერემონია, რომელზეც შეიძლება აქამდე გაგონილიც კი არ გქონდეს. So ayahuasca. It's not child's play. Ayahuasca is the most powerful spiritual entity that I've ever experienced. Ayahuasca ეს არის მცენარეთა ნაზავი, რომელსაც ამაზონის ტომების საუკუნეების განმავლობაში წმინდა რიტუალებში იყენებდნენ. მართლა არ ვიცი. რას უნდა ველოდა? ეს ასმელი შეიცავს DMT-ს. ნივთიერებას, რომელიც ჩვენს ტვინში დიდი ზომით მხოლოდ დაბადებისას და სიკვდილისას გამოიყოფა. To someone who's never taken ayahuasca, how would you describe the experience? That's a really good question. ეს არის 5-6 საათიანი მოგზაურობა სხვა რეალობაში, სადაც საკუთარ სულიერ სიღრმეებს აცნობიერებ და ყველაფერი იცვლება. Had a very difficult experience. And I can kind of rank order my hardest experiences. მსგავსი პრაქტიკა აქამდეც გამომიცდია კამბოთერაპიის სახით. თუმცა როგორც ამბობენ, აიუასკა ბევრად ძლიერია. თვალები დახუჭული მაქვს და უფრო და უფრო რეალობას ვწვევოდი რა. სიმღერები მესმის გამუდმები. თელის ხეული კანკალებდა თავისით, ანუ აბსოლუტურად თავისით იწყებდა მოძრაობას. ანუ ამის ვერე უკვე დრო გადის და უკვე ძალიან ცუდათაც ვარ ფიზიკურად, ანუ აი აძვირს ვდგები, ტუალეტში ზრუნს დავდივარ. ყველაფერი რაც გონია შენს თავზე, ეს ყველაფერი კვდება. და რაც თავარია, აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოს სპონსორია ამბასადორ მეტილისას მადლობა მათ. ეხა გადავხტები. Okay, one second. Go! აი! როგორ ახართ, მეგობრებო? ხარ ჩასახათ, ლაღათ ბედნიერად. მოკლედ, დღევანდელი ვიდეოსთვის ამბასადორებმა გამომიყო 5000 ლარი და ესე მითხრა თავში ქვაგიხლიაო. ესე არ უთქვამს, მაგრამ მე ვაზვიად. ხო და მე ადამიანს, რომელსაც გამჩენი არ ასვენებს, ეგრეა გამჩენია. ხო, გადავწყვიტე ცოტა ექსტრემალური აქტივობები გავაკეთო, ნორმალური ადამიანური არა და მეორე, წავედით პირველი აქტივობის დრო. ამ ვიდეოში წინ 3 სრულიად განსხვავებული გამოწვევა მელოდება. პირველი, დავაგემოვნო ბალიზე ყველაზე გამორჩეული და ძვირადღირებული კერძები. მეორე, გამოვცადო ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური აქტივობა და გადავხდე კლდიდან, ანუ ბანჯი ჯამპინგი. და მესამე, გადავფრინდე ეგრეთ წოდებულ Secret Island-ზე, სადაც შამანების ტრადიციული ცერემონიის ნაწილი გავხდება. რიტუალის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახება ამაზონის ტომების კულტურაში. და თუ რა მელოდება იქ, ამას ვიდეოს ბოლოს გაიგებთ. მოკლედ ეხლა მოვედით Starfish Blue რესტორანში, ეს არის ერთ-ერთი ძვირიანი რესტორანი, ესე მითხრეს და მე როგორც ფულიანი კაცი უკვე give me the most expensive wine. Most expensive. No, I'm just kidding. ჩემი ბიუჯეტი რესტორნისთვის 800 ლარი იყო და ყველაზე ძვირიანი ღვინო კი 2500 ლარი გერდა. Have you decided? Yes. So, live lobster. Live lobster, right? Is it big one? Big one. Octopus? Octopus, right? It's supposed Octopus, not YouTube. Real octopus. Okay, right. And good vibes. Sorry? Good vibes. Good vibes, right? Yeah, I'm just kidding. You live close to here? 20 minutes from here. 20 minutes. After this we party. Really, where is that? At your place we party. Okay, so that's it, yeah. Sure. Do you have any allergic or recently? I have allergy on kako. Kako, what is kako? Kako, the monkey. Oh, did they have monkey? No, I'm just kidding. Okay, that's it. Right. სასმელების კომპანიებს მიმართავ. ამდენს დავდივარ დავმოგზაურობ. თქვენი დასარული წარმოიდგინეთ ყველგან რო იყოს. ომებში რო წავალ იქ რო იყოს. გველებს რო დავალევინო. წარმოიდგინეთ რა მაგარი პლეისმენტი იქნება. თქვენთვის ვამბობ თორე მე აქ შვედურად დავლევ ამას. ეხლა არ დაიწყოთ ვიღაცებმა კომენტარებში გიორი 200,000-ზე ახვედი. კუბოში რატო არ ჩადიხარ ისა
მე კუბოში ჩავალ, როცა ჩემი დრო მოვა. მოკლედ არა, კუბო უკვე დავიწყეთ კუბოს დამზადება და ფსიქოლოგიურად მართლაც ძალიან რთული რაღაცაა, იმიტომ რომ 8 დღე რო ვიცი რომ ეხა კუბოში უნდა ჩავიდე, მაგრამ Mr. Beast, I'm coming for you. Your records is nothing. I'll beat your ass. In a friendly way. ჯობნი არ დაილევა. 7 დღე ჩახვალ მე 8 ჩავალ. ის რომ მე 15 ჩავალ, მე 16 ჩავალ. მაგრამ რეკორდი მოიხსნება Mr. Beast-ის. დამითაგეთ Mr. Beast-ი აქ. Mr. Beast Gigi is coming for you. Ready? Go! Yes. So while waiting for your order, we do have our welcome snack here. This is for free? Yes. Okay, I will eat this and then go. ის რა ფოთოლი მომიტანეს? ფოთოლია იმენ. ამას შეხებ ჩანს ფოთოლი როა. დაბრაწული ფოთოლი მომიტანეს. აი, მუქდას რას მოგცემენ კარგს. ფოთოლი შემიწვის ბიჭო. ფოთოლი ჩადეს იმაში რაღაცა. უპასოზე, რაც მინდა ჯიჯა. ამაზე ხარჯობია. კაი, Wendy's ბურგერი, ბეკონატორი. ყველი соуს. Free დახვეული. აი ამის მაგერად ყველი соуს მაინც ყოფილიყო ჩააწოვდი. ეს რა. აწი პერო უნდა ვატარო, იქნება ფოთოლი შემიყვარდეს. ეხა დამჩა პერო. როგორ დამჩა პერო? აი 5000 ლარი გაკაც. წარმოიღე რა პერო რა. და ჩემი მომდევნო ძვირადღირებული კერძების შეფასების დროც მოვიდა. ოჰოჰოჰო რა არის? აუ აი ოქტოპუსი მევასება რა. იუთუბერებიც კარგები არიან, მაგრამ საჭველიც კარგია. იმდენად შრალია ოქტოპუსი, რომ მთელი მუღამი რაცა ოქტოპუსის უკარგავს რა. ამ ოქტოპუსს მე დავუწერ 10-დან 5-ს. ძალიან მშრალი. და ასევე აქვე დავაგემოვნე 200 ლარიანი ოისტერი. არ მომწონს. პრობლემა ალბათ ჩემშია. და ბოლოს დავაგემოვნე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კერძი, რაც კი აქამდე გამისინჯავს. რა მაგრა გამოიყურება. სოცხალი რო ვნახო, შემეშინდება ვითომ. თუ რა სოსოს ვესწრი ეგრევე. გველები არ მისროლია მაგისთვის თუ. ანუ თითო ლუკმა ეხლა დაახლოებით მეგობრებო. აი ესე იღებთ ლუკმას, აი ესე დახედავთ. დაახლოებით თითო ლუკმა 40 ლარი ყირს. მე რა იდეთ? რამშვენი ან 40 ლარში ხურდების მოყვა. აი ეს აცხოვრება რა. თხილად ამ. წავედით ახლა ჩვენ შემდეგ ლოკაციას. გადავედით მონელების დრო. მეორე აქტივობა კი შემდეგში მდგომარეობს. უნდა გამოვცადო ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური აქტივობა და გადავხტე კლდიდან. მოკლედ ახლა მოვედი და აქ უკვე კივილები მესმის. აქ უნდა შევიდე, რეგისტრაცია გავიარო. ნახოთ რა უნდათ. პირველ რიგში სანამ კლდიდან გადავხტებოდი, უნდა მომეწერა ხელი იმაზე, რომ თუ რაიმე დამემართა, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. შეიძლება რამე რომ მოგვივიდეს, ანუ ამათი ბრალი არ არის რა. შენ რომ მოკვდე, ანუ მე რომ რამე დამემართოს და მოკვდე, ამათი ბრალი არ არის. ინტერესო პოზიცია. მოწერთ. თამამად მოწერე ხელი რომ რამე რომ დამემართოს. არა უშავს ზმაო, თავარია. ჯამრთელად იყო ბედნიერად. აი ხუნა გადავხ. სოსო სად არის 20000-ზე დავესობი თავით, ой ვულკანიდან რო ამობდა. სად არის? 10000 არა, 20000 ლაიქზე გადავხტები და დევესობი თავით პირდაპირ. და მეგობრებო, მანამ გადავხტები აქვე გეტყვით რომ მე მაქვს ახალი სტარტაპი, Dropper G ესე ქვია. სადაც იყიდება როგორი რაღაცები, იცი, აი მაგალითად ვაკუუმ ჩანთა. მაგალითად self-stick და კიდე სხვა სამოგზაურო რაღაც ნივთები და თქვენ თუ გადახვალთ და შეიძენთ რაიმე პროდუქტს ძალიან დამეხმარებით, იმიტომ რომ ჩემი პირველი ბიზნესია და ძალიან დამეხმარებით თუ რამეს შეიძენთ.
და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამბასადორებს, რომ ესეთი გიჟობების საშუალებას მაძლევს. აქ ამყავს ჩემი ამბა. უბრალოდ ამას ვერ გადავხტო, მეშინია, მე არ მოვიდეს ჩემი ამბას. აგერ ამყავს დაქტოვებ ამბას, მიყურე. რაც უფრო ახლოვდებოდა ჩემი რიგი, ადრენალინის დონე მით უფრო იწევდა და იწევდა. Just take action. და გულშემატკივრობა კულისებს მიღმა არ ჩერდებოდა. You just live once. If you die, it's no problem. და ნელ-ნელა ახლოვდებოდა ჩემი ჯერიც. აი და ახლა როგორ გამოიყურება აქ ყოფნა მე მეშინია. Go! Fuck! მე რაცუბია. შეკუმაც რო არის. სამში. წავედით მეგობრებო, დავიწავედით. აქედან უნდა გადავხდეთ. So wait, how I jump? Leg jump. Like just go like that? Yeah. Ready? Wait, no. Leg fly and look to the sky. And I have hold this? Yeah. Always hold the rope. Yeah. How many meters? 130. Okay. Ready? და გადახტომის დროც მოვიდა. დედამინდან მე დამავიწყდა რო გადავხტი ანუ მეთქი რატო არ რჩება ეს დედამოდ Don't try this at home რაღა დამაძინებ დავისტრეს მამაზე უნდა გავხტობილიყავ არ ვიცი ძმა არ ვიცი აი აქედა რო განისტრიკე აი ისე ნეტა აქ მობინექსი იჭერს მობინექსი არა მარტო აქ, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იჭერს. პაკეტები 2 ლარიდან ეწყებათ და შენ თუ არ გინდა დრო დახარჯო 1000-ობით პაკეტის შერჩევისას, ამისთვის შეგიძლია დაიხმარო მობინექსის AI ასისტენტი, რომელიც წამებში შეგირჩევს შენზე მორგებულ უმაგრეს პაკეტს. ამის შემდეგ ჩემი მესამე აქტივობის ჯერიც მოვიდა. რასაც ჩემი მეგობარი გურანდა დამეხმარება, რომელიც ბევრად ჩახედული, პროფესიონალი და გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები გურანდასთან ერთად, რომელიც არის ფსიქოლოგი, დავავიწყდა უკვე. მიდი ჩამოთვალე ძალიან ბევრი რაღაც რო ხარ. ჰოლისტური თერაპევტი ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ კურნალობ ფიზიკურად, მენტალურად ანუ ფიზიკურ სხეულს, მენტალურ სხეულს, სულიერ სხეულს, ანუ ჰიპნოთერაპევტი ვარ, დიპლომირებული მედიკოსი, NLP პრაქტიკოსი, ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ადამიანებს ვეხმარები, რომ გახდნენ უფრო ბედნიერები, უფრო ჯანსაღები და უფრო მდიდრები. და სწორედ გურანდაა ის ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე აიუასკის ცერემონიაში მონაწილეობა მიმეღო. აიუასკა ეს არის ტრადიციული სასმელი, რომელიც ამაზონის ტომები 1000-ობით წელია იყენებს. არა გართობისთვის, არამედ სულიერი და სამკურნალო მიზნებისთვის. თუ შეგიძლია გითხრა მარტივად რა არის ეს აიუასკა და რისთვის იკეთებს ხალხი და რაღაც აი მოკლე ესე იგი აიუასკას იყენებენ ოდითგანვე ამაზონის შამანები ეს არის მცენარე უბრალოდ ორი მცენარისგან შემდგარი ნივთიერება ეძახიან plant medicines ანუ მცენარეული მედიცინა თუმცა ეს მცენარეული მედიცინა ეგრეთ წოდებული აიუასკა
ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფსიქოდელიკად მიიჩნევა, რომელიც ადამიანისთვის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს. It's not child's play. Ayahuasca is the most powerful spiritual entity that I've ever experienced. I do not recommend it to most people. Like 9 times out of 10, I say, you should not proceed. Do not pass go. For a lot of reasons. But in this particular case, I had a very, very, very difficult experience. Ayahuasca არის რეალურად ორი მცენარის ნაზავი. ხო. ერთი მცენარე შეიცავს DMT-ს და მეორე შეიცავს ერთ-ერთი ნივთიერების ინჰიბიტორს, იმიტომ რომ ანუ რო დალიო ეს DMT, კუჭი არ იწოვს, იმიტომ რომ ეგრევე იშლება ეს მოლეკულა. ამიტომ მეორე მცენარეს ურევენ, რომელიც ბლოკავს აი ამ დამბლოკავს. And it's crazy and I also and I don't think it's for everybody, you know. I'm not somebody out there just going, yeah, you got to do this because I think you have to be open to some things. ნერვული სისტემა უნდა იყოს მზად ამისთვის, იმიტომ რომ მე თუ მაქვს მაგალითად ფსიქოზი, არასტაბილური ვარ და რაღაცნაირად არასტაბილური და ხო ფსიქოზი ხო. შენი ნერვული სისტემა მზად არის, იმიტომ რომ მყარი მენტალური ის გაქვს, რომ ამას გაუმკლავ. ყველასთვის არ არის ეს აქ ამბობ, რომ და აქ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ ვიღებ ამ ცერემონიაში მონაწილეობას. საქმე იმაშია, რომ ჩემი ვიდეოების უდიდესი ნაწილი დაფუძნებულია სხვადასხვა კულტურების, ტრადიციებისა და ცერემონიების აღმოჩენაზე. ეს ყველაფერი კი ხშირად შეიძლება იყოს შოკის მომგველი, საშიში ან ტაბუ დადებული. და ჩემი მიზანია სწორედ ამ ყველაფერზე ვისაუბრო ღიად და გაგაცნოთ ინფორმაციულ დონეზე ეს გამოცდილებები და შეგრძნებები. Ayahuasca-ს შესახებ უკვე დიდი ხანია უცხოურ მედიაში ღიად საუბრობენ. ამ ვიდეოს მიზანი ზუსტად ის არის, რომ ჩემი პერსონალური გამოცდილება გადმოგცეს არა როგორც რეკომენდაცია, არამედ როგორც კულტურული და სუბიექტური ამბავი. ფიზიკურ დონეზე ხშირად არის ხოლმე წმენდა იწყება, ანუ ღებინება, აგროვილი, სტრესები, ემოციები, რაც გაქვს, ან ტოქსინები, რაც არის შენ სხეულში, ყველაფერი იწყებს ამოსვლას არასასიამოვნო გზებით, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის. გამოცდილი მაქვს ბაგაჟში ხამით ხო? ანუ სხეული უნდა განიწმინდოს პირველ რიგში. ყველაფერი რაც გონია შენს თავზე ეს ყველაფერი კვდება, იმიტომ რომ ამ უბანს აღარ მიეწოდება ის თითქოს ქვეითდება მისი ნეირონული აქტივობა. და მაგიტო ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის ეგრეთ წოდებულ ეგოს სიკვდილს. ანუ მეს აღქმა, პიროვნების და იდენტობის აღქმა კვდება და იწყებ განზავება. I start seeing all of my money flying away and my house is flying away and my career is going away and I'm like, and I'm trying to like grab for my money and my career and my whole life is getting destroyed. ეგოს სიკვდილს იწვევს და ეგო არის ის რაც შევქმენით, ანუ ამხელ რაღაც შევქმენი ის უნდა მომიკრათ ბიჭო. ამხელა ეგო მაგ შექმენი რაღაცა მაწადი. რეალურად ეგო არასდროს არ კვდება, იმიტომ რომ ეგოს გარეშე ამ დედამიწაზე ვერ ვიარსებებთ და ვიფუნქციონირებთ, მაგრამ მიჯაჭვულობა იცვლება რა. ამ ყველაფრის შემდეგ კი დრო მოვიდა Secret Island-ზე გადავსულიყავით, რომლის გამხელისუფლებაც შამანებმა არ მოგცეს. Ayahuasca ცერემონიას როდესაც იტარებ, ყველაზე მნიშვნელოვანია შამანების სანდოო. ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმართა, რადგან ჩემი ბრაზილიელი მეგობრის ახლობელი, სწორედაც რომ შამანი იყო ჩილედან. I have a mastery in all these medicines. I'm already 20 years. Almost 20 years doing this work. And these medicines, they came to pick me up in my neighborhood. Are you a shaman? Or I don't know how... I am a shaman. You are a shaman? Yes, I am a shaman. I'm an original shaman from South America. Yeah. With lineages in Chile, from my mom, from the south of Chile. And you learned from your parents or like how you... I didn't learn it from my parents. I'm the first generation of this, from my great-grandmother. She was a healer. That she was a healer with techniques, the evangelistic techniques, that she was healing people too through those techniques. But when the medicine came to me, I discovered this path and I start to practice and I dedicate all my full time to this. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ როდესაც მივედით და შევხვდით, გავიცანით, შემდეგ ძალიან ბევრი სხვადასხვა შეკითხვა დავუშვით, თუ რა იყო ეს Ayahuasca, ადამიანები რატომ სვამენ, რა ესე ვთქვათ ტრადიცია მათთვის და უფრო დაგვაინტერესა. I've heard that it's not for everyone, the Ayahuasca thing. Like not for everyone meaning like some people are not ready mentally
or how that works? We cannot recommend the medicine for everyone because in these times and all the times of the history of the humankind, we have people with different conditions. You don't recommend ayahuasca for people who is already in a psychoactive journey in their lives. This I want to say it also in your YouTube channel. I want to warn, I want to make a warning to our people in all the planet Earth and all the universe to be careful with people who doesn't belong to our lineages in South America, and they just come for a few retreats and they take medicine from markets and they after go to serve medicines without any wisdom and any blessing from the tribes. Any of these medicines, at least you have to go and live and study minimum 5 years, same than a university, to become a professional facilitator of these plants, and then study 5 more years for your master to get your mastery, your own songs, Icaros and vibration. To share this medicine is very important too, and you're gonna take at least 12 or 13 years in become a doctor of this medicine, having all the blessings and permissions from the nations in Amazon and also Andes Mountains, because there's many people manipulating these medicines, and they come, they sit and they put altars in front of them, and they don't even know what they're doing there, and they are there serving these medicines without even drink it when they are giving the offering, because they cannot handle the big, high vibrations and status of these medicines to give your offering from those dimensions, which is the work that all the shamans we were doing all our lives only to make it to this point. ამის შემდეგ ხდება შემდეგი რაღაც, რომ აი ეს რაპე, რასაც ქვია, ანუ აიუასკამდე უნდა ჩაგვბერო, რომ უფრო რაღაც კონცენტრირებულები გამხდარიყავით და ეს ნახშირის მსგავსი რაღაცა, მე არ ვიცი რა იყო, ვერც გავიგე. უნდა ჩავერეთ მოკლედ ცხვირში და როდესაც დავჯექი იქ და როდესაც ვიცი, რომ ის რაღაცა ჩემს ტვინში მოვიდეს ეგრევე, ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება იყო და მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა. გეწვის ყველაფერი, თითქოს ყველაფერი ჩუმდება გარშემო და ცრემლები წამომივიდა ძალიან ბევრი. მე მეორე ნესტოშიც რომ ჩაბერა, ასე ვთქვათ, ეს მცენარეული მედიცინა, სხეულისთვის შეგრძნება იყო, რომ აი თითქოს ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გაქრა, სხეულიც გაიბლენდა იქ, არ ვიცი, სხეულის შეგრძნებას და წონას კარგავ და გადაყავხარ ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში, ანუ meditațiურ მდგომარეობაში. O tipo ropa, muste kunyanga. House. Yeah, you can scratch your hair in there, no worries. ამის შემდეგ გადის დრო, ხანი და მე უკვე დრო მოდის ნელა, რომ ჩვენი მთავარი ცერემონიისთვის, რომელიც იყო აიუასკის დალევა, ზოგიერთი ადამიანისთვის ერთი ჭიქა საკმარისიაო, რომ ერთი ჭიქა რო დალიო, უკვე კარგად იქნები. When I have to be like, okay, this is enough, or how I understand it, if it's enough. With this medicine, usually the first cup can be enough. It's gonna fulfill the full space, the whole space that we're gonna give for you too. We're gonna be singing for you minimum 5 or 6 hours. გამოგვიწოდა ეს ერთი ჭიქა, რომ დაგველია და როგორც გითხრა, 15-20 წუთში იწყებოდა ეს პროცესები. ანუ მანამდე მაინც ჩაოლებრივად ხარ ვერ გზნობ ვერაფერს და მანამდე როდესაც ვლაპარაკობდით, ანუ ბევრი საუბარი იყო, მაგრამ ეს რო გადავკარი, გემოქონდა რაღაც აი ცოტა ალკოჰოლის გემო, ცოტა კაკაოს გემო, რაღაც აი შერეული, ძალიან რაღაც აი ხას რომ ახსენდება, ძალიან ისეთი გემოქონდა, რომ აი გულის ამრევი. ანუ პირველი კიდე ოკეი იყო, მაგრამ აი მე დროთა განმავლობაში რო სვავდი, აი ცოტა ისეთი 15-20 წუთი რო გადის, თვალები რო დახუჭული მაქვს. უკვე დაიწყო ეს შეგრძნებები, აქ არა ვარ. რაღაც სიზმარში ვარ, მაგრამ თვალებს რო ვახელ, ანუ უცებ ისევ აქ ვარ რა. და რაღაც ისეთი მომენტი დაიწყო, რომ აი თვალებს რო ხუჭავდი, არ ვიცი როგორ ახსნა, ეს სადღაც მოგზავრო, სადღაც სხვაგან ვიყავი, რაღაც ფრაგმენტები ჩემი ცხოვრებისეული, ანუ იცვლებოდა ძალიან სწრაფად, სად ვიყავი, რა ხდებოდა და აი რაღაც მომენტებში ესე უბრალოდ მივდიოდი და ვუყურებდი ძალიან სწრაფად.
და 20 წუთის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს თვითონაც სიმღერა, ჩვენ თვალები დავხუჭეთ, დავწექით, ნელ-ნელა ვგრძნობ, როგორ მსუბუქდება სხეული და ისეთ სიმსუბუქეში გადავდივარ, რომ აი შევადარე და გავაცნობიერე, რამდენად მძიმეა ხანდახან სხეულში ყოფნა. თვალებს რო ხუჭავდი, აი რაღაც უცებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდი, აი ძალიან სწრაფად რა და ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა. და ცოტა დრო გადის 1 საათი, ანუ ეს 1 საათი ესეთი პროცესში ვარ და 1 საათის მერე გვეუბნება რომ კიდე მეორე ჭიქა დავამატოთ. და მოკლედ მეორე ჭიქა მაინტერესებდა, იმიტომ რომ ეს რაღაცა მხოლოდ ერთ და იგივე მეორდებოდა სულ. ანუ სადღაც ვიყავი, რაღაცები ხდებოდა. მეორე ჭიქა როდესაც დავლიე, ეს პროცესები უფრო გამწვავდა ჩემთვის, სწრაფად დაიწყო ყველაფერი, ანუ იგივე რაღაც ხდებოდა, ერთი სცენარიდან სხვაში ვინაცვლებდი და აი რაღაცები მელაპარაკებოდი, მაგრამ არც მესმოდა რა იყო, რა მელაპარაკებოდა, რაღაც ხმები მესმოდა, რაღაცები ხდებოდა, ანუ მეთქი აი რა ხდება არ ვიცი. და ანუ ამის მერე უკვე დრო გადის და უკვე ძალიან ცუდათაც ვარ ფიზიკურად, ანუ აი აძვირს ვდგები, ტუალეტში ზრუნვის გავდივარ და აი უკვე მესამე ჭიქა რო დავლიეთ, რო გითხრა მესამე ჭიქაც გინდათო და ანუ როდესაც გამოგვიწოდა კიდე მეთქი ანუ მომეცი დავლევ, ანუ იმიტომ რომ ცუდად კი ვგრძნობდი ძალიან თავს, მაგრამ მინდოდა ის მთლიანად მეგრძნო ამ აიუასკას ძალა. აი მესამე ჭიქა რო დავლიე, უკვე ძალიან ცუდი პროცესები დაიწყო, იმიტომ რომ უცებ გული ავირიე, ანუ ეგრევე გავარდი ტუალეტში და მეთქი, ანუ ვეღარ ვძლებდი. ამ ღამის განმავლობაში დაახლოებით 3-4 ჯერ მქონდა სხეულის აქტივაციის გამოცდილება. მთელი სხეული კანკალებდა თავისით, ანუ აბსოლუტურად თავისით იწყებდა მოძრაობას, კანკალს, თითქოს იწეოდა ჰაერში და შემდეგ ამოდიოდა ესეთი ღრმა და ხშირი ამოსუნთქვებით და ამოოხრებით. მეოთხე ჭიქაც დავლიეთ, ანუ უკვე აღარ მინდოდა აი არანაირად მეოთხე ჭიქა უბრალოდ კიდე შემეძლო, ანუ და ამ როგორც გითხრა შამანმა, სარაბ შეგიძლია გულა დალიე და როდესაც კიდე ერთი ჭიქა დავლიე, როგორ ვიყავით, უკვე ალბათ უკვე 4 საათი იყო გასული და ანუ დროის და სივრცის ახმა გეკარგება, ანუ დრო საერთოდ არ არსებობს. კადო მაგ დროს ხო დრო არ არსებობდა და უბრალოდ აი რო წამოდგომა უცებ დაწოვამდა, ანუ ენერგია გამოცრილი მქონდა და რაღაც ხრი უკვე თვალებს რო ხუჭავდი, აი ის სხვა სივრცე ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ უფრო და უფრო ღრმავდებოდა და რაღაც მომენტში მე ანუ ყველა ჩემ კითხვაზე პასუხები რომ მომდიოდა, რაღაც მომენტში უკვე ცოტა აი როგორი იყო, იცი, აი წავედი უფრო dark thoughts მქონდა რა, ანუ აი არ ვიცი, აი უცებ რაღაც მომენტში უკვე მკვდრებს ხედავდი, არ ვიცი, აი ძალიან ისეთია რომ თქვა, მაგრამ აი იშმაკის სახეს, ან ძალიან ბევრ რაღაცას ვხედავდი რეალურად და ძალიან საშიში იყო. უბრალოდ როგორც ჩამომა გითხრა, პანიკას არ უნდა აყოლოდეთ. ანუ ეს ჩვეულებრივი, ანუ შეიძლება დაგვენახა რაღაცეები და უბრალოდ უნდა გაგვეტარები. აიავასკას რო იღებ, ეს გულისრევა, სქია purging-ი, ანუ დაცლა, გათავისუფლება, ანუ კარგია რეალურად გული რო გერევა, ამ გულის არევას ატან შენს დაგროვილ ძველ ემოციებს, სტრესებს, რაც გაქვს ტოქსინები ორგანიზმში, ამ ტოქსინებისგან თავისუფლდება. დროთა განმავლობაში კიდე ერთი ჭიქას დავლიეთ, უკვე ძალიან ცუდათა ვარ რა, აი კიდე ტუალეტში შევედი, კიდე ვაღებინე, უკვე ხელებიც, აი რომ წევარ, უკვე ხელებიც სახცახებ, ანუ გარეთ რა ხდება, არაფერი არ ვიცი, ანუ ამ ყველაფერმა რო ჩაიარა, და გამოფხიზლება დავიწყე. გამოფხიზლება დავიწყე, მზეც ამოვიდა, მაგრამ ანუ თავის არ ამბობდი. ანუ აი მზის ამოსვლა რომ ენახა, მე თავი აღარ მქონდა. გურანდა სხვა მესვოდა რომ ადგა, იქ რო ვიყავით, ყველა დამავიწყდა, უბრალოდ ანუ მომენტში, მაგრამ აი ეს უკვე რო გამოვხიზდი, მაინდ დაიწყო რაღაცნაირი ძილის ფაზაში გადასვლა, ანუ ეს 6-7 საათი გაგრძელდა ეს ყველაფერი და ანუ დროის ახმა აღარ ქონდა, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ვუბრუნდებოდით, იმიტომ რომ შამანო გითხრა რომ საკმარისი დოზა იყო, მეტი აღარ დაგველია, 5 ჭიქაც საკმარისი იყო. დრო შევაჯამოთ ეს ყველაფერი. აიუასკამ ევრი რაღაც დამანახა, თუმცა ვიტყოდი რომ ყველასთვის არ არის. ყველასთვის არ არის, ძალიან რთული პროცესია. რო ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია და რთული რაღაცა, რაც გამიკეთებია ფსიქოლოგიურად და ამისთვის მზად უნდა იყო რა და ამისთვის სწორ ადამიანთან ერთად უნდა გააკეთოს ყველაფერი, იმიტომ რომ არ არის სახუმარო ამბავი.
ბევრი რაღაცას სხვანაირად შემახედა. საინტერესო გამოცდილება იყო, საინტერესო მესიჯები მივიღე. აქვე დავამატებ ერთ რამესაც, რომ ამას ხოლმე YouTube-ის გამო არ ვაკეთებ, ანუ რაღაც რა ინტერესიც მაქვს. იმ ყველაფერს მართლა ვაკეთებ და გიზიარებთ თქვენ. რაღაცა რო არ მინდოდეს, ან არ მომწონდეს, მარტო იმის გამო არ გავაკეთებ. ეს მაინტერესებდა და გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა. ხოდა მოკლედ და თუ მოგეწეროთ ვიდეო, არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და ჩემი კუბოს ვიდეოც მალე მოვა, იმიტომ რომ 200,000-ზე უკვე ავედით. აბა ჰე.